ყველამ უნდა გამოხატოს პროტესტი, აი მაგალითად მე ეხლა ვზივარ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს, მე ვფიქრობ, რომ აზრი აქვს. ხედავ, როცა პროტესტზე ვარ, ხედავ სახეებს მანქანებიდან, სახლებიდან, რაღაც იმედის მომცემ სახეებს, მაგრამ ისინი მაინც მანქანებში და სახლებში არიან. თუ გაქვთ პროტესტი და პიპინის და სიგნალის ნაცვლად, გამოდით გარეთ გადაიქით ჩვენს გვერდით. დროში ფრიალის მაგივრად სახლიდან გამოდით გვერდით და დაგვიდექით. მე ვარ ანა მარია, 18 წლის. ჩამოვედი ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტიდან 3 დღის წინ და რა თქმა უნდა, თავიდანვე мотиваცია ჩამოსვლის იყო ის, რომ გამოვიდოდით აქციაზე და აი აქ ვარ. როდესაც დაიწყო 28 ნოემბერი იყო, 29-ში მე მაქვს დაბადების დღე, 28 ნოემბერს დაიწყო ეს პროტესტები და უკვე ცუდად ვიყავი და ვფიქრობდი, რომ როდის ჩამოვა, როდის გავა აქციაზე და მეუბნებოდი, რომ შახვალ შენ უკვე აღარ იქნება აქციები, იმიტომ რომ ამდენი ხანი არ გრძელდება. გაგრძელდა ამდენი ხანი. და აი ეს მოძლევს უბრალოდ იმედს. ეს ხალხი არ იღლება, როცა სიმართლე შენს გვერდითაა, მაშინ მუშტი ცხანაერია და მაშინ არ იღლები, იმიტომ რომ იცი რომ სწორი ხარ. და როცა სწორი ხარ, მაშინ არ გაქვს უფლება დანებდე. ბულგარეთშიც გავუხატეთ მე და ჩემო ყველას გავუზიარეთ ჩვენი ამბავი და კიდე მე და ჩემო მეგობარმა გავაკეთეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშის გრაფიტი კედელზე ბაგოებრეთში. სულია მაგის გაგება მით უმეტეს, როცა ევროპაში სწავლობ და რაღაცნაირად უსამართლო მოგონია ის, რომ შენ ხარ აქ და შენი ხალხი იბრძვის სახლში ამ იმისთვის, რაც შენ გაქვს და რაც გინდა რომ მოიპოვო, რა თქმა უნდა ძალიან რთულია, სწავლაც გაგვიჭირდა, ეს შეამჩნიეს პროფესორებმაც და ადმინისტრაციამაც და რაღაც ბრიფინგებიც მოგვიწყეს, რათა ცოტა განემუხტა სიტუაცია იმედის მოსაცემად. პროფესორები გვეუბნებოდნენ, რომ კარგად არ ესმით ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, რადგან უფრო ნაკლებად ჩუქდება საქართველოს ამბები, ქართველებზე კარგად არავის არ ეცოდინება და ისინი გთხოვდნენ აგვეხსნა. მოვხსნიდით, რომ ქართველი ერთი დიდი ხანია იბრძვის ევროპული მომავლისთვის და აშკარად ხალხს ევროპული მომავალი სურს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა გვიზღუდავს გზას, გვიკეტავს კორუფციით და 1000 სხვა გზით. გვიხსნიდნენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორნამენტი, სულ ასე ხდება ესეთ ქვეყნებში და რომ იმედი უნდა გქონდეს და არ დავნერდებით, გამოგვივა ყველაფერი. ჩვენი ქვეყანა ახლად დგას ევროპის კურდზე, კარი არის თავარი ქართული ოცნება, რომელიც არ გვიშვებს, ჩვენ უნდა შევამტვრიოთ ეს კარი. თუ არა და წავალთ მეორე კარისკენ, რომელიც არის რუსეთი და რომელიც გამოვლილი აქვს უკვე ამ ქვეყანას არაერთხელ. არც ერთხელ არ ყოფილა რუსეთთან პარტნიორობა ჩვენთვის რაიმე არ ვიცი, არასდროს ყოფილა ჩვენთვის სასარგებლო. ასე რომ გონი დროა ხალხმა თქვა ის მაგრამ დროა მიმოქმედოთ. გონი რა დროით აპირებთ გაჩერდა აქციაში? სანამ ტელეფონი დამიჯდება. იმიტომ რომ მე ჩემი ცინერვიულები dobia. ან ფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ხანგრძლივად იდგეს ხალხი აქციაში? კი, რა თქმა უნდა. რაც უფრო ეს თქვა ჩემო პოლიტიკის პროფესორმა, რაც უფრო ძვირი დაუჯდება მთავრობას ჩვენი შენახვა, რაც უფრო ძვირი დაუჯდება ჩვენი აქ დგომა, მით უფრო უკეთესია ჩვენთვის. მით უფრო მალე იქნება პროტესტ შედეგი. ამას გირჩევდით მე. პროტესტი გამარჯვება არ გავასწავლ. აქ მოვიდა დავახმაროთ სამუილები.